ეს გოგოს არ დაიგარგა. მომისმენე, გაიმეორე გზაში, სულისავლე, პრობლემა არ იქნება. და მშვიდი ენგინ, ყველაფერი მზად არის, გამოვა, პრობლემა არ იქნება. კარგი, მაშინ ნელა დავიწყოთ, მზად ვართ, მიდი ძმაო. ძვირფასო სტუმრებო, საყვარელო მეგობრებო, კეთილი იყოს. დედამ მთელი თურქეთი დასდევს ადამიანს, მაპატია, მაგრამ შენი სწორი არ არის. მართლა? სად სერკან ბოლათი და სადმე? ასია? ვიდრე საქმეზე გადავალ, მინდა რაღაც გაუგებრობა გამომასწორო. ედა. სიტყვა სკანდალი თუ იცით? ედა, მე და მას ერთად ვერ მოგვიხსენიებენ. გამომყევი. ედა, რა ხდება? ედა. ჩვენც წავიდეთ, თუ არ წავიდეთ? რა ვქნათ? ეს რა იყო? სად წავიდა სერკანი? სად წავიდა ის გოგო? ენგენ, სცენაზე გადიხარ და ყველაფერს აგვარებ ახლავე. მე? კითხვებს უპასუხე, გააკეთე რა, მე არ ვიცი, გადი. გიждები ამ კომპანიაზე. პატივცემულო სტუმრებო. პატივცემულო სტუმრებო. ედა? ჯენკ? კარლა? სერკან? დროებით ედა. ჩაო. ხელი გამეშვი. ვინ იყო? შეყვარებული. ოფილი შეყვარებული. კარგი, ახლა ამეხსნე ყველაფერს. რა იყო ის? ბოდიშს ვიხდი. ბოდიშს არა? აბა რა მეკნა? რა ვქნა? მოულოდნელად გამოვიდა ასე. რაღაც დამემართა იმ მომენტში. ხუდები როგორ შემარცხვენე? პროექტის წარდგენისას, კლიენტების წინაშე, გუნდის წინაშე.
ყველაფერი შენს გამო მოხდა. შენ დაიწყე. იმ საღამოს რომ არ გეთქვა რომ შენი საცოლე ვარ. უნდა წავიდეთ. სად მიდიხარ? შენ გელაპარაკები. უნდა წავიდეთ. თანაც შენთან ერთად არსად არ წამოვა. როგორც გინდა. არ არის. მეც ყველგან ვნახე. არ არის. რა ვქნათ? არ ვიცი. იქნებ სერგან ბოლატთან ერთად გაიქცა. ნუ სულელობ მელო. რატომ გაყვებოდა ადამიანს, რომელსაც ვერ იტანს? ადამიანი, რომელიც ტუჩებში ეცა ადამიანს, რომელსაც ვერ იტანს? მართალია, გასაკვირია, მართალია. გასაკვირია. მუდამ მართალი ვარ, გეგონება არ იცი. რა ვქნათ, რა უნდა ვქნათ? არ ვიცი, ვეძებთ და არ იყო. გამარჯობა. ერთმანეთს ვიცნობთ. მერე? ბატონო სერგანი, მანქანაში ჩაჯდა და თქვენს მეგობართან ერთად წავიდა. წავიდა? წავიდა. ხომ თქვი? მაშინ სახლში წავა და ვნახავ. იქნებ სახლში წავიდა. მერე ორანჟერეაში შევხვდებით. კარგი, წავიდეთ. 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 ჯერენ, შეეშვი. რატომ იყურება ასე? ნუ უყურებდაო. ნახე, ნახე. ნახე მელო. რაღაცას ვიტყვი. ეს სიყვარულია, იცი? სხეულის ენა თუ იცვლება, ეს სიყვარულია. ბოლოს და ბოლოს შენც იპოვე. ერთ წელიწადში ქორწილს გადაგიხდით. წარმოუდგენელია. მისმინე, ჯობს ასა მოვიქცეთ. რამდენიმე დღით დავიკარგები. ორანჟერია სახლი ორანჟერია, არ ვიცი. როგორც მინიმუმ სანამ არ დაივიწყებენ. რა სიტყვი? ასე მოვისეთ. ჟურნალისტები შენზე ყველაფერს გაიგებენ, კარგი? ამიტომ სახლში არ წაიყვან. არავის დაელაპარაკები, არავის არაფერს ეტყვი. და ქალებსაც კი. ყველა სოციალურ ქსელს დახურავ. საღამოს 8-ზე ჩემთან ოფისში იქნები. არა. მისმინე. აქამდეც გველაპარაკია. შეთანხმებას მოვაწერთ ხელს. ორ თვეში სელენი თხოვდება. ორი თვე თავს მოიკატუნებ, თითქოს საცოლე ხარ. არა, მეთქი არ გესმის? მე კი სანაცვლოდ შენს გარანტს მოგცემ. არ მჭირდება შენი ფული. იცი რას გეტყვი? შენი დანახვაც კი აღარ მინდა. მომისმინე. ამერიდან შენ სისულელებზე აღარ დავხარჯებ დროს, გაიგე? მომიცი რომ შემეძლია სასამართლოში გიჩილო და მილიონები დოლარი მოვიგო. შენ რა ცუდი ადამიანი ყოფილხარ. ამერიდან ვერაფერს ვეთქვი ჟურნალისტებს. ამიტომ ისე მოიქცევი, თითქოს ჩემი საცოლე ხარ. ეს შენს გამო მოხდა, შენ შემარცმინე. ამიტომ ყველაფერზე პასუხს აგებ. პატიება ხომ გთხოვა, მეტი რა გინდა ჩემგან? საღამოს 8-ზე ოფისში იქნები. ვერ გიტან. ეს ორმხრივია, ქალბატონო. კარი რატომ არის ღია? ღმერთო ჩემო, თავში ტვინი არა აქვთ. გამაგიჟებენ. ასე როგორ შეიძლება? რა ჩაიდინე და რა ჩაიდინე? რა ჩაიდინა ედამ? რა ჩაიდინა ედამ? რა ჩაიდინა, რა იყიდა? რა გააკეთა, სად არის ედა? არ ვიცი გოგო, მაღაზიაში. დიახ, მაღაზიაშია სადღაც. კარგად იყავი ქალბატონო აიფერ. მელო, ნორმალურად ლაპარაკი არ შეგიძლია? გეფიცები ერთხელაც ყველა ერთად გამაგიჟებთ. შეიძლება, ეგ როგორ? შეიძლება. გოგო ედა. ფენომენი გახდი სოციალურ ქსელებში. მელო, პრობლემები მაქვს.
ხუმრობ? დიახ, პრობლემები. Გამერების წინაშე აკოცე კაცს, რომელიც არ გიყვარს. დიახ. ახსნა სვალოდები. რა ვთქვა? ვაკოცე, რაღაც მოხდა. შენ შეგიყვარდა მისი მიმზიდველობა და აკოცე. ჯობდა გათიშული კამერების დროს გეკოცნა. მელო, ღმერთო ჩემო. არ გაბედო არაფრის თქმა. რამე დაგჭა? დავრეკე და ედა არ ყოფილა ორანჟერიაში. სახლშია? ედა არ არის სახლში. კარგი ამინდია. ისეთი კარგი ამინდია, რომ ედა სასეირნად წავიდა. მეც მივდივარ. ერთი წამი. რამეს მიმალავედასთან დაკავშირებით. ახლა ისე ვარ, რომ ვერაფერს ვიტყვი. ნუ სულელობ. ახლა ზუსტად ისე ვარ. კარგი, მაშინ ერთად დავრეკოთ და ვნახოთ სად არის ედა. ვრეკავთ. გავიგოთ სად არის. ხასიათს გაუფუჭებ. მაგრამ მელო, ედას ტელეფონი შენ რატომ გაქვს? აქ რეკავს. მოკლედ, ედას ტელეფონი შენ გაქვს, მე მაქვს, რატომ? ვიჩხუბეთ. ტელეფონი გამოგვლიჯე ხელიდან და გავიქეცი. და ბოლოს ტაქსი ვნახე. მოიცადე. ტაქსის დანახვაზე გადავწყვიტე ჩამჯდარიყავი. ჩავჯეკი და სახლში მოვედი. მოიცადე, რატომ ვიჩხუბეთ? თურმე ხშირად ვურეკავ. შეტყობინებებს უგზავნე გამოდმებით. დაიღალა ჩემგან. მეც უთხარი, რომ აღარ დავურეკავდი. თვითონ დამირეკო საწი. ტელეფონი გამოგვლიჯე და გამოვიქეცი. ტაქსი დავინახე და სახლში მოვედი. როგორია? ძალიან კარგი. თავბრუ დამახვიე გეფიცები. ამ ტელეფონს მე მომცემ. კარგი? მომეცი ტელეფონი. მელო, გოგო მომეცი. საღამოს მოვალ და ჩვენება ჩამოგართმევ. კარგი, გეფიცები თავბრუ დამეხვა. მე დაუბრუნებდი ტელეფონს. გაჩვმდი. ედა, გოგო. შენ ხომ მამიდაშენს არაფერს უმალავდი, რა გჭირს? თქვა რომ ჩვენებას ჩამომართმევს. ყველაფერს დავფქვავ. გეფიცები დავფქვავ. მელო, ნუ სულელობ. კარგი, მე დავალაპარაკები. გამოსავალს ვიპოვი. ჩემი ტელეფონი წაიღო. ტელეფონი. ყველაფერს გაიგებს. რა უნდა ვქნა? არ ვიცი რა უნდა ქნა. იქნებ გავაკიდოთ. ნუ სულელობ, მოიცადე და ვფიქრდეთ. გისმენ. ახლა ნახე ფოტოები. ვერ გამოვიდა სიტყვით. ყველაფერი ჩაეშალა. იპოვე რამე იმ გოგოზე, ვინ არის, სად მუშაობს. ერთმანეთის სად გაიცნეს. მინდა ყველაფერი გავიგო. სერკანს ვერ შეუყვარდებოდა ეგ გოგო. მსგავსი გრძნობები არ გააჩნია. კარგი, ჩვენს მიწებთან დაკავშირებით რა ხდება? ჩვენია? ნამდვილად? კარგი, ფულს გიგზავნე. არა. არც ჰოლდინგშია, არც ოფისშია. ტელეფონს არ პასუხობს. სერქანი არასდროს არ შეწყვეტდა ასე. ვინც არ უნდა იყოს ის გოგო, მან გარია ის ამ პრობლემებში. გავგიჟდები, ვინ არის ის გოგო? ქალბატონო აიდან კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიდგე ასე? ფიქრობ, სეიფი. ფიქრობ. კომპანიაში მივდივარ. აითეკინ. არავის არაფერს არ ვეუბნებით, სანამ სერქანისგან არ გავიგებთ ყველაფერს. ჩემშვილს რამის მოყოლა რომ სდომო და ინტერნეტით არ გავიგებდი ამ ამბავს. მიზეზი უნდა არსებობდეს. სერქანი დაუფიქრებლად არაფერს აკეთებს. ვითომ არ ვიცნობ ჩემშვილს. ხალსტოხის გარეშე მიდიხარ, მაგრამ არ აუშავს. სელინის ნიშნობაზე ამ გოგოსთან ერთად იყო წასული. დიახ, ქალბატონო აიდან. შენ იცოდი, სეიფი? დიახ, ვიცოდი. მე რატომ არ მითხარი, ნეტა?
ქალბატონო აიდან, ხომ იცით რომ არაფერს გემალავთ, მაგრამ როცა საქმე ბატონ სერკანს ეხება? გავგიჟდები, ვინ არის ეს გოგო, საიდან მოვიდა? ქალბატონო აიდან, თუ გნებავთ? დიახ, დაწვრილებით. დიდი მადლობა. მეგობრებო, ყველაფერი განგიმარტეთ. ვინ არის ბატონი სერკანის ახალი სიყვარული? ალგე, მადლობა, დიდი მადლობა, საკმარისია. სელენ წამოდი. მადლობა. კარგი წარმოდგენა გამოვიდა ქალბატონო სელენ. მადლობა. თქო გვაპატიოთ იმ შემთხვევის გამო, რომელიც თავიდან მოხდა. ბოსნა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ბატონი სერკანის ნიჭი და ზარმატება უცნაური ხომ არ არის? მართალია ხართ, სერკანი ნამდვილად ნიჭიერია. მისთვის დიდი პატივია ეს ეკოლოგიური პროექტი. დარწმუნებული ვარ, ასე იტყო და აქ რომ ყოფილიყო. ამიერიდან ოჯახი ვართ. მოკითხვა გადაეცით. ისე სხვათა შორის მომეწონა ორი შეყვარებული ადამიანის დანახვა. ასეთი სიყვარული აღარ არსებობს. დიახ, ასეა. სერკანი გაგიჟდა? როგორ გააკეთა ეს? ვინ არის ეს გოგო ენგენ? საიდან მოვიდა? არ ვიცი. ენგენ. არ ვიცი სელენ, საიდან უნდა ვიცოდე. სერკანს ხომ იცნობ? ათქმევინებ რამეს. ალბათ შეუყვარდა, მე რა ვიცი. შეუყვარდა? სელინი რომ არა ბოლო მოგვეღებოდა. დიდებულად გამოხვედი სიტყვით. ძალიან ლამაზად. ენგენ. შენ გასულიყავე ფირილ. ედა სათხარ. ვნერვიულობთ, გადმორეკე. ედა დარეკე. ინებეთ, მადლობა. არაფრის, დროებით. ედა სათხარ. სერკან ბოლოდთან ერთად გაიქეცი? გირეკავთ, შენ კი არ მპასუხობ. გიგონება სხვა საქმეები არ გქონდეს, ვნერვიულობთ. გულის შეტევა მივიღეთ აქ. მიპასუხებ ედა? მოვდივარ. დავა აიფერ. ედას ტელეფონი ჯერ კიდევ შენთან არის? დიახ. ოჩახმელო ახლა გაგახსენდა? დაბრძანდი. დაჯექი. გისმენთ. სად არის ედა? რომელი საათია უკვე? უფროსი მომკლავს. ადამიანი, რომელსაც უფროს ეძახი, მამა შენია. დაჯექი. დავჯდე, დაჯექი. სერკან ბოლოც მოვიდა რამე? ისევ დაელაპარაკა იმ ბიჭს რამეზე. სიმართლე რომ თქვა, იმას რაც გააკეთეს ლაპარაკს ვერ უწოდებ. რა? თქვენ მომეყევით ქალბატონო ჯერენ, გთხოვთ? თქვი. ახლავე. მოკლედ დავაიფერ. აუცილებლად მოგიყვებოდი ჭეშმარიტ მართალ ამბებს, მაგრამ ღირს საერთოდ. მოდი მას დაველოდოთ. თვითონ მოვიდეს. თვითონ მოგიყვეს ყველაფერი დაწვრილებით. ლოგიკური თანმიმდევრობით. გაჩუმდი. თორემ წარმოუდგენლად სწრაფად გაგაჩუმებ. ახლა მისმინეთ. ისინი ახალგაზრდები არიან. ალბათ რამე პირადული აქვთ, რაზეც ლაპარაკი უნდათ, ამიტომ არ აღვშფოთდი. მაგრამ ბოლო დღეები რაღაცას მიმალავენ, გასაგებია? ედა არსად არ არის. მისი ტელეფონი მელოს ჩანთაში აღმოჩნდა. მასსა და სერკან ბოლოც, რომელსაც ვერ იტანს, რაღაც მოხდა. მართალი ვარ? მოხდა. ეგრე შუაშია. მოხდა. დიახ. რა? ახლა რაღაც მოხდა, მაგრამ რატომ მოხდა, როგორ მოხდა, არაფერი არ ვიცით, დავაიფერ. ნუ მაგიჟებთ. მიდით ახლა ვემითხარით. თელმა მსოფლიომ გაიგო უკვე. ან თქვენ ეტყვით, ან მე ვეტყვი. თელმა მსოფლიომ ეგ როგორ? მაშინ ასე მოვიქცეთ. ამიერიდან ვეღარ დავმალავთ. ყურადღებას მოვითხოვ. იმიტომ რომ ეს
ეს ედა. ის კი სერკანია. დიახ, რაღაც მსგავსი მოხდა. ზუსტად იქ. დიახ. პირდაპირ. ანუ ვერაფერს ვიზამთ. არა. გაჭედა, მიდი წყალი მოუტანე. წყალი მოიტანე. ქალს აკანკალებს. როგორ არიცი ვინ არის ეს გოგო? ენგი რამე თუ იცი გთხოვ შეგიძლია გვითხრა. მისი სახელია ედა, გვარი ილდიზი. სხვა ინფორმაციას არ ვუყურებ მასზე. არც ერთი თქვენგანისგან არაფრის მოსმენა არ მინდა. ლეილა, საქმეების სია წამოიღე და წამოდი. კარგი ბატონო სერკან. მე ნომიყურებთ მეგობრებო, ჩარევას არ ვაპირებ. აღფრთოვანებული ვარ ამ კაცით. ის არასდროს ურევს ერთმანეთში სამსახურს და სიყვარულს. როგორც ის, რა ქვია, სუპერგმირი. მაგარია. ერდემ. რატომ ხარ ხოლმე ჩვენთან ერთად? მე წავალ. მგონი ჯობს წახვიდე. ლეილა ძვირფასო მიავიღებ სიას და მოვაგვარებ. კარგი. რა იყო ის, რაც დღეს მოხდა სერკან? რომელი სტატუსით მეკითხები სელინ? თუ მეკითხები როგორც კომპანიის PR მენეჯერი, დღეს კომპანიის დირექტორს და საბჭოზე ვიტყვი, მაგრამ სხვა სტატუსით თუ კითხულობ. კარგი და ეგ შეცვლის შენს პასუხს. მინდა ვიცოდე. ვინ? რა ძალა, რომელმა ქალმა აიძულა სერკან ბოლოს ამის გაკეთება მნიშვნელოვანი კლიენტის წინაშე? გასაგებია. ანუ ეს პროფესიონალური ინტერესია. სერკან. ვინ არის ის ქალი? მართლა გიყვარს ის? სელინ, კონკრეტულად საქმეზე თუ გინდა საუბარი მოგისმენ. თუ არა და თუ არა და წადი. გასაგებია. თათბირის მერე მიუხედავად მომხდარისა, კლიენტს შევხვდით და კმაყოფილი წავიდა. ერთ-ერთი მათ შორის, რამაც პრესის ყურადღება მიიპყრო, ის არის, რომ კლიენტები თავისით დაკრიფავენ ბაღებიდან ხელს. შენერია. არ ვიცი, მე კიდევ რამე უნდა ვიცოდე. ამ ბოლო დროს მეც იგივე კითხვას უსვამ საკუთარ თავს. ესე იგი ასე არა? არა. მადლობა. მე გიხდი მადლობას. დალევ რამეს. წესი პირველი. 2 თვის მანძილზე, როგორც ჩემი საწოლი, ისე მოიქცევი. რატომ? რა რატომ? რატომ და მოვიქცე როგორც შენი საწოლე? ისინი რომ დავაშოროთ? დიახ. რომ არ დაშორდნენ? დაშორდებიან. რომ არ დაშორდნენ? არიღებო, შეთანხმებას აღარ გავაგრძელებთ. 2 თვის მერე ჩვენ შეთანხმებას ბოლო მოეღება და ვეღარ ვნახავ. 2 თვეზე ადრე რომ დაშორდნენ? რაც მალე დაშორდებიან, მით მალე დამთავრდება ყველაფერი. ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ, რომ სელინი დაგიბრუნდეს? როცა შეთანხმება დასრულდება, შენი უნივერსიტეტის ხარჯებს მე ავიღებ საკუთარ თავზე. იტალიაში გასამგზავრებელ ბილეთს, საცხოვრებელ ხარჯებს, ყველაფერს მე გავაკეთებ. იტალიაში არ გავფრინდები. არ გავფრინდები. ანუ არ მჭირდება შენი ფული. და საერთოდ არაფერი არ მჭირდება შენგან. აბა რა გინდა? არაფერი. რადგან ავტორიტეტი გაგიფუჭე და ყველაფერი დავანგრიე, მაშინ მოდი გამოვასწორებ. თანაც დავეხმარები შეყვარებულ მამაკაც საყვარელი ქალი დაიბრუნოს. 2 თვე უცებ გავა. მე რეალდგები და წავალ შენი ცხოვრებიდან. არ შეიძლება. შეთანხმებაში ორივე მხარემ სარგებელი უნდა ნახოს. ვინაიდან ჩემს გამო ანულირდა შენი სტიპენდია, ჩემი წყალობით უკამდე დაიბრუნა. თემა განხილვას არ ექვემდებარება. მაშინ სამსახური მომეცი.
სანამ შეთანხმება არ დასრულდება, ორი თვე აქ ვიმუშავებ. იცი როგორ რთულია ჩემს ოფისში დასაქმება. მე თუმეტეს უნივერსიტეტის გერდა გიმთავრებია. შენს გამო ვერ დავამთავრე უნივერსიტეტი. როგორც იტყვი, მაშინ შეთანხმება არ იქნება. როგორც გინდა ისე მიჩივლე სასამართლოში. შენთან მუშაობით გადაგიხდი კომპენსაციას. ამემშვიდობის. შეგიძლია რომ მოიცადო. მოიცადე. დაჯიქი. ხო. იმ რეზუმეტი რაც შენ გაქვს, მხოლოდ ჩემი ასისტენტი თუ გახდები. კარგი, შეიძლება. შენი ასისტენტი გავხდები. მაგრამ არის რაღაც, რისი დამატებაც მინდა. არ მაწყენინებ. როგორ? შენ ხომ ცივი, უმოწყალო ადამიანი ხარ. არ მაწყენინებ. ხალხის წინაშე არ დამამცირებ. არ გამაბრაზებ. გააგზელე. შენ გააგზელე. კარგი? წესი მეორე. როცა მე მომინდება, დღე იქნება თუ ღამე, ჩემს გვერდით იქნები. ქალაქ შენ ქალაქ გარეთ, ყველა წვეულებაზე ჩემთან იქნები. როცა რაღაცას გთხოვ, მიზეზს არ მკითხავ. და არ დაგაინტერესებს საერთოდ მიზეზი. რატომ? რატომ? რატომ არ უნდა ვიკითხო მიზეზი? იმიტომ რომ არ მეყვარს კითხვები. შენ კი ძალიან ბევრ კითხვას ვამ. არის რამერის დამატებასაც ისურვებდი? არის. შაბათობით არ ვიმუშავებ, არ გნახავ. Araç arunda მოხდეს შაბათობით არ დამირეკავ და არ ეკითხავ სად ვარ. კარგი. სხვათა შორის არის რაღაც რისი დამატებაც მინდა. ისმენ. არ შემეხები. ეგ წესი მე უნდა დავამატო. მით უმეტეს დღევანდელის მერე. არ ჩამეხუტები. ხელს არ ჩამკიდებ. ანუ სანამ უფლებას არ მოგცემ, არ შემეხები. წესი მესამე. არავის არ უნდა მოუყო ჩვენი ურთიერთობისა და შეთანხმების შესახებ. მხოლოდ დედა ჩემს ეწოდინება. არ შეიძლება ამ წესს ვერ გამოვიყენებთ. არ შეიძლება, იმიტომ რომ მამიდა ჩემს და დაკალებს უნდა მოუყვე. მე მათ არაფერს არ ვუმალავ. ვერავის ვერაფერს ვერ ვეტყვი. ვერც ოჯახს და ვერც მეგობრებს. რატომ? ძალიან ბევრ ატომს ხომ არ იყენებ. რატომ ვერ მოუყვები ვერავის? ის რასაც საიდუმლო ქვია, ძალიან სწრაფად ვრცელდება. სწორედ ამიტომ, საიდუმლოს შენახვა თუ გინდა, არავის არ უნდა მოუყვე. მათ ძალიან კარგად იციან, როგორ ვერ გიტან. როგორ დავარწმუნო იმაში, რომ ერთ დღეში დავინიშნე შენთან. ერთი ნახვით სიყვარული. ერთი ნახვით სიყვარული? და საერთოდ დედა შენმა რატომ უნდა იცოდეს? შენივე კეთილდღეობისთვის. თუ იფიქრებს, რომ მართლა დავინიშნათ, გაგანადგურებს. ვერავინ ვერ გამანადგურებს. მე თუ ვერ ვეუბნები ვერავის, ესე იგი ვერ ჩენეტყვი. ყველაფერი ძალიან მარტივად არის. კარგი, ინანებ. ისედაც საკმაოდ ვნანობ მომხდართან დაკავშირებით. შენ რატომ თამაშობ ამ თამაშს? რატომ? რატომ არ გინდა დასვა სელენი და უთხრა? შეეშვი იმ ადამიანს და მოდი ჩემთან ერთად იყავი. კითხვები კიდევ გაქვს? საკმაოდ ჩაკეტილი გოგო ყოფილა. მამიდა, აქ ვარ ძვირფასო. მამიდა, ძვირფასო. ამ შუაღამე ნამცხვარს აცხობ? აბა რა ვქნა? კიბექი მოამზადო, ნამცხვარს აცხობ. შეგიძლია შაქარი მომაწოდო. ახლავე. აბა, როგორ ჩაიარა შენმა დღემ?
მამიდა დავინიშნე. ძალიან მიხარია შენს გამო. ვინ არის ის ბედნიერი ახალგაზრდა? ვინ? სერკან ბოლათი. გილოცა. ძალიან კარგია. ჯენკმა იცის? მე და ჯენკი დავშორდით. ძალიან კარგად მოიფიქრე. ეს მართლა ცუდად ითქვიფება. შეგიძლია დამეხმარო. მადლობა ძვირფასო. არაფერს არ იტყვი? როგორ გაგზარდე? დამოუკიდებლად უნდა მიიღო გადაწყვეტილება. დამოუკიდებლად უნდა დადგე ფეხზე ხომასია. მომაწოდე ფქვილი. ფქვილი. როგორ გაგზარდე მე? არავის არ მისეუფლება შეგავიწროვონ და შენს ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილებები მეთქი. სულ პატარა იყავი. დადექი და ჯიუტა დაცხადებდი იმას, რომ ზამთარში სკოლაში ფოსტებით წახვიდოდი. გითხარი რამე? არა, არ გითქვამს. ეს შენი გადაწყვეტილებაა. ნამდვილად. ახლა კი ჩემგან ჭკუის სწავლებას ელოდები? შენ დაინიშნე, მე კი მხოლოდ მოლოცვა გადამრჩენია. სულ ეგ არის? დიახ. დარწმუნებული ხარ? რაღაცას გითხრა. იქნება უბალი დავადო ნამცხვარს. შეიძლება, დაადე. კარგი. ედა. ეგ სერკან ბოლათი საღამოს ვახშამზე დაპატიჟე, კარგი? მარდინის ძალიან გემრიელ კერძებს მოამზადებ. რა უყვარს? არ ვიცი. აბა რა საიდან გეცოდინება? გუშინ არ გაიცანით ერთმანეთი? არა, გუშინ წინ. გუშინ წინ. კარგი, ჩემი გემოვნებით მოამზადებ რამეს. გოგოები გელოდებოდნენ, მაგრამ ბოლოს წავიდნენ. მელო შიგნით არის. გაითიშა, არ გააღვიძო. კარგი, ძინოს. მამიდა კიდევ რაღაცას გეტყვი, გისმენ? სერკანთან ვიწყებ მუშაობას. ყვავილების მაღაზიაში ვეღარ მოვალ. კარგი. როგორ შენ გინდა? მაშინ დასაძინებლად წავალ. ჩემს ტელეფონს წავიღებ. წაიღე. მელოს უპოვა ჩანთაში. ღამემშვიდობის მამიდა, შენ ძვირფასო ღამემშვიდობის.